არენდოთ ისეთ თაღლითურ რეკლამებს, რომლებიც მეგის ჩაიდანსან თბილისსა და ბათუმში მთელი წლით მშვიდლად გზავრობას გთავაზობენ. ამგვარი პოსტები თაღლითური სქემების მაგალითია, რომლებიც ადამიანებისაგან თანხის ან პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ მიღების მიზნით ვრცელდება. სოციალურ ქსელში გავრცელებული თაღლითური სქემები რამდენიმე ნიშნით ამოიცნობა. მაგალითად, ხშირად შეუძლებელია ინფორმაციისა და შეთავაზების წყაროს იდენტიფიცირება. აღნიშნული შეთავაზებების პირობები არარეალურად გამოიყურება და პოსტებს ახლავს ბმულები, რომელთა გახსნაც სარგებლის მისაღება დაუცილებელია. სქემერები თქვენ შესახებ დეტალურ პერსონალურ ინფორმაციას მოითხოვენ, მათ შორის საბანკო ბარათის მონაცემებს. იმისათვის, რომ ამგვარ სქემებში არ ჩაერთოთ, თავდაპირველად მისი სანდოობა უნდა გადაამოწმოთ. თაღლითურ რეკლამებს სხვადასხვა კომპანიების სახელით შექმნილი ყალბი გვერდები ავრცელებენ. ხშირად აღნიშნული გვერდები რამდენიმე დღის შექმნილია და ბევრი პოსტი არ უდევთ. ასეთ დროს შეეცადეთ მოძებნოთ კომპანიის ოფიციალური გვერდი და იქ შეამოწმოთ ნამდვილად არსებობს თუ არა შეთავაზება. გადაამოწმეთ პოსტზე დადებითი კომენტარების ავტორების ვინაობა. ხშირად დამატებითი სანდოობისთვის თაღლითური პოსტების კომენტარებში ყალბი ანგარიშები წერენ, რომ შეთავაზებით ისარგებლეს და კმაყოფილი არიან. თუ ამგვარი თაღლითური სქემებით დაზარალდით და საეჭვო ვებ-გვერდებზე სხვა პერსონალურ ინფორმაციასთან ერთად საბანკო ანგარიშებიც მიუთითეთ, პირველ ყოვლისა უნდა დაბლოკოთ ბარათი. ეს აუცილებელია, რათა თაღლითებისაგან დამატებითი თანხის ჩამოჭრა თავიდან აირიდოთ. შემდგომ დაუკავშირდით თქვენს ბანკს და აცნობეთ მომხდარის შესახებ.